როგორც კი დაიწყო ამერიკული ეს ოპერაცია, გამოვიდა ტრამპი და სიტყვით მიმართა საზოგადოებას. მან აღნიშნა, რომ ამერიკა დიდხანს ითმენდა, მისი მოთმინების ფიალა მოიწურა და შესაბამისად ამერიკა გადადის უკვე მოქმედებებზე და ძალიან საგულისხმოა, რომ ბოლოს მან მიმართა ასევე ირანელ ხალხს და მოუწოდა მათ შემდეგი სიტყვებით, რომ ეხლა მათთვის იქნება შესაძლებლობა, რომ თვითონ აიღონ ძალაუფლება ხელში. მოდით ნახოთ. ეს ოღონდ ინგლისურად გვაქვს ქართული და თარგმნო სიტყვით. The United States military began major combat operations in Iran. Our objective is to defend the American people by eliminating imminent threats from the Iranian regime, a vicious group of very hard, terrible people. Its menacing activities directly endanger. ჩვენ ვიწყებთ შეტევას ირანის რისხანე და ბოროტ რეჟიმზე, რომელიც თავისივე ხალხს ავყოფებს რაღაც დიდი წნეხის ქვეშ და ჩვენ აუცილებლად აი ამ დარტყმის შედეგად გავათავისუფლებთ ირანელ ხალხს და დავამარცხებთ აი ამ ბოროტ მოქმედ რეჟიმს. ეს იყო ჯამში გრძელი გამოსვლა, ახლა 8 წუთიანია, მაგრამ ჯამშია ეს ტრამპის მიმართვა. ამ შინაარსის იყო. ბოლო 1 წუთნახევარი გავუშვი და ეგ ვთარგმნოთ. We pray for every service member as they selflessly risk their lives to ensure that Americans and our children will never be threatened by a nuclear-armed Iran. We ask God to protect all of our heroes in harm's way, and we trust that, with His help, the men and women of the armed forces will prevail. We have the greatest in the world, and they will prevail. To the members of the Islamic Revolutionary Guard, the armed forces, and all of the police, I say tonight that you must lay down your weapons and have complete immunity, or, in the alternative, face certain death. So, lay down your arms, you will be treated fairly with total immunity, or you will face certain death. Finally, to the great proud people of Iran. ვთარგმნოთ და მე ბოლო ნაწილი კიდე. ესეთი შინაარსი იყო, რომ აი ჩვენს სასიკადულო ამერიკულ სამხედრო ძალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ არასდროს დაემუქროს ამერიკის შეერთებულ შტატებს ბირთვული ირანი, მათი ასე ვთქვათ პატივსაცემი სიტყვა იყო. შემდეგ ამბობს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ჯარისა და პოლიციის მიმართ არის ასე ვთქვათ მოწოდება, რომ მოდით დადეთ იარაღი, დანებდით და თქვენ სრული იმუნიტეტი გექნებათ, ან თქვენ გელით გარდაუვალი სიკვდილი. და ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ეს დაყარეთ იარაღი. I say tonight that the hour of your freedom is at hand. Stay sheltered, don't leave your home. It's very dangerous outside. Bombs will be dropping everywhere. When we are finished, take over your government. It will be yours to take. This will be probably your only chance for generations. For many years, you have asked for America's help, but you never got it. No president was willing to do what I am willing to do tonight. Now you have a president who is giving you what you want. So let's see how you respond. America is backing you with overwhelming strength and devastating force. Now is the time to seize control of your destiny and to unleash the prosperous and glorious future that is close within your reach. This is the moment for action. Do not let it pass. და ახლა არის ესეთი ბოლო პასაჟი, რომ მე ირანელ ხალხს მივმართავ, თქვენ დიდი ხანია ითხოვდით ამერიკის მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა არ იყო, როგორც იქნა თქვენ ყავთ პრეზიდენტი, რომელიც მზად არის, რომ ეს მხარდაჭერა მოგცეთ, დაიმალეთ, იმიტომ რომ ბომბები ყველგან ჩამოცვიუდება და როდესაც ჩვენ ამ დაბომბვას მორჩებით, თქვენ ალბათ ერთადერთი შანსი გექნებათ თაობების მანძილზე, რაც კი შეიძლება გქონდეთ, რომ თქვენი ბედი და ბედისწერა ხელში აიღოთ და დაიკავოთ თქვენი ქვეყანა. ანუ შინაარსი იყო საბოლოო ჯამში ესეთი, რომ გარკვეულწილად ირანელ ხალხზეც გადავიდა პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ კი დავბომბავთ, მაგრამ აბა თქვენიცით. მე როგორ აღვიქვი ახლა ტრამპის ეს მიმართვა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ აი საჯარო პირები, მით უმეტეს ასეთი მოვლენების წინ რა მესიჯებს აგზავნიან. აი გავიხსენოთ ყველამ, თუ
თუნდაც პუტინის ის ცნობილი მიმართვა, როდესაც მეორე დღეს რუსული ჯარი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. იქაც პუტინი გარკვეული მიმართვით, რაღაც ისტორიული რევიზიით იყო დაკავებული. ტრამპის ეს განცხადება ჩემი მხრიდან არის აქმული შემდეგნაირად, რომ ტრამპი ამბობს შემდეგ, ჩვენ მივაყენებთ თქვენ ხელისუფლებას, შეიარაღებულ ძალებს, ძალიან მძიმე დარტყმას. შეიარაღებული ძალების წევრებს ეუბნება, რომ თქვენ უეჭველი შეეწირებით აი ამ ამერიკულ თავდასხმას, ოპერაციას, ამიტომ აზრი არ აქვს წინააღმდეგობის გაწევას. გამოაცხადეთ კაპიტულაცია, ჩვენ შეგინარჩუნებთ თქვენ სიცოცხლეს. ასევე დონალდ ტრამპმა ბოლოს მიმართა იმ ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს ირანის საზოგადოების, რომელსაც არ მოსწონს აი ეს აღნიშნული ხელისუფლება, აღნიშნული რეჟიმი და მათ შორის ეს არის ერთგვარი მითითება იმაზე, რომ თქვენ აიღეთ ძალაუფლება ხელში და უნდა შევცვალოთ მათ შორის სისტემა დღევანდელი ირანის. აი ეს იყო მესიჯი დონალდ ტრამპის. ამის შემდეგ იწყება ძალიან ფართო მასშტაბიანი შეიძლება ითქვას ერაყის ომის შემდეგ, აი 2013 წლის შემდეგ, უპრეცედენტო მასშტაბის საჰაერო და სარაკეტო ოპერაცია, სახმელეთო შემადგენელი არ აქვს, ანუ ამერიკელები არ აპირებენ სახმელეთო ოპერაციას, მარტო ასე დისტანციურად რაკეტების და ავიაბომბების მეშვეობით დაიწყეს მასირებული დაბომბვა ყველანაირი ტიპის იარაღიდან, მათ შორის იქნა გამოყენებული მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენები B2-ის ტიპის, რომლებსაც გადააქვთ რამოდენიმე ტონიანი მძიმე ძვირადღირებული ავიაბომბები, რომლებიც ძალიან ღრმად შედიან გრუნტში და სწორედ აი ამ B2-ის ტიპის თვითმფრინავებიდან იქნა გამოყენებული ის საბრძოლო მასალა, რომელიც მოხვდა ჰამენეის სასახლე, სადაც როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ის იმყოფებოდა, არ ვიცი ოღონდ რატომ იმყოფებოდა, არსებობს სხვადასხვა ვერსია, ერთ-ერთი ვერსიით ის შეგნებულად დარჩა სასახლეში, ის იქნა, ასე ვთქვათ, ლიკვიდირებული. და მასთან ერთად ლიკვიდირებული იქნა მისი ოჯახის წევრები, მათ შორის და მნიშვნელოვანი ნაწილი ირანის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის. თუ გვაქვს ვიდეო მასალა აი ამერიკული და ისრაელის თავდასხმების და შეგვიძლია ვაჩვენოთ, რა სახის არის ეს ოპერაცია, რანაირად გამოიყურება. ეს არის ამერიკული და ისრაელის დარტყმები ირანის სამხედრო პოზიციებზე. ანუ ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებდით ირანის მობილური სარაკეტო კომპლექსების განადგურებას, პარალელურად თუ სხვა კადრებიც იქნება დავაკომენტაროთ. ირანის სამხედრო, ასე ვთქვათ, sapasukho, ესე ვთქვათ, კომპონენტი რაც არის, ძირითადად ზუსტად კადრებიც გაუშვა. სარაკეტო ძალებამდე დაიყვანება. ეხლა რასაც თქვენ უყურებთ, ესეც არის ერთ-ერთი. აი მაგალითად ეს არის სამთავრობო კვარტლის დაბომბვის კადრები. არა, ეს არის არასამთავრობო, ეს უშუალოდ ჰამეინეის ლიკვიდაციის კადრები, როგორც ვრცელდება ინფორმაცია. ხო, როგორც ამბობენ, ჰამეინეის ლიკვიდაციის კადრებია, ეს არის სასახლეს ურტყავენ. და ეს სასახლეც თვითონ მდებარეობდა სამთავრობო რაღაც კვარტალი არის თეირანში. რომლის ტერიტორიაზე მდებარეობდა. სხვათა შორის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ამ ომს თან ახლავს, აი ეს ეხლა ჩვენ კადრები, რომლებიც ირანზე დარტყმის კადრებია, ძირითადად არის თვითონ იმათი გადაღებული, რა ქვია, ამერიკული მხარის გადაღებული დარტყმის ეს მაგალითად რადარის განადგურების დარტყმის კადრებია უშუალოდ სამხედრო კამერებიდან გადაღებული. ირანიდან ნაკლებად მოდის
ადგილზე გადაღებული აფეთქებების კადრები, იმიტომ რომ იქ ეს გათიშულია ინტერნეტი და აქედან გამომდინარე წვდომა ეგ მართლა უნდა დავაზუსტოთ მასალების უმეტესობა რაც ჩვენ გვაქვს ეგ მასალები არის სხვადასხვა არაბული ქვეყნებიდან იქიდან გამომდინარე რომ იქ ინტერნეტი ფუნქციონირებს და ადგილზე ჩვეულებრივი მოქალაქეები აქტიურად აფიქსირებენ გარკვეული სამხედრო მოქმედებების შედეგად რა ზიანიც დგება ხოლმე და ინტერნეტში ტვირთავენ, რაც ნაკლებად არის ირანის შემთხვევაში, ანუ ირანიდანაც არის კადრები, მაგრამ ეს დისბალანსი რო იქნება, წინასწარ გაითვალისწინეთ, რომ სურათი არ არის ისეთი, რომ მარტო ირანმა დაბომბა ეფექტურად სხვები და ირანში არაფერი არ ხდება. არა, ირანს კოლოსალური ზიანი მიაყენეს და ეხაც ადგება. მათ შორის უამრავი სამხედრო ობიექტიც გაუნადგურეს, უბრალოდ ამის კადრები ნაკლებია, ვიდრე მათი საპასუხო დარტყმების. ცხადია, ხა ირანი იბომბება კოლოსალურად, კაცო. ასისულელია ამერიკას და ისრაელს. ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ მიაყენონ საკმაოდ ტკივნეული, წერტილოვანი დარტყმები. ვერ ვიტყვი, რომ ირანის ნებისმიერ ტერიტორიაზე, ხლა ჩვენ რასაც ჯერჯერობით მე ყოველ შემთხვევაში რასაც ვამოწმებ იმ კადრების მიხედვით, რა კადრებით ვრცელდება, ძირითადად დარტყმების მიყენება ხდება თეირანში, ანუ უშუალოდ დედაქალაქში, მათ შორის სამთავრობო შენობებზე, ადმინისტრაციულ შენობებზე, ხდება დასავლეთ რეგიონებში და სამხრეთ რეგიონებში. და ეგ რატომ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, სადაც წდება უფრო მარტივად ეს ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტა და ავიაცია, იქ არის კონცენტრაცია ამ დარტყმების. კი ბატონო, მოდი ახლა საპასუხო ქმედებებზე გადავიდეთ, ხო? პირველი განსხვავება ცალსახა, რაც ამ ომის შემთხვევაში ყველამ დავაფიქსირეთ, წინა ომისგან განსხვავებით, ეს იყო ირანის პასუხის დრო. ანუ თუ წინა კონფლიქტის შემთხვევაში ირანმა აქტიური სამხედრო ესე ვთქვათ პასუხის რეჟიმში გადასვლა დაიწყო დღეების შემდეგ, ანუ თვითონ იბომბებოდნენ, იყო გარკვეული შოკი, მოშლილი იყო სამხედრო ხელმძღვანელობის ჯაჭვი. ამ შემთხვევაში დარტყმების დაწყებიდან სადღაც საათნახევრის შემდეგ ირანმა უკვე დაიწყო მოქმედებები. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? რა იარაღითაც ირანი პასუხობს, ეს არის ბალისტიკური რაკეტები. ბალისტიკური რაკეტების ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ის არის, რომ შენ სადაზვერო ინფორმაციებზე დაყრდნობით, წინასწარ უნდა გქონდეს განსაზღვრული კოორდინატები, სადაც ურტყავ, უნდა განსაზღვრული გქონდეს მობილური პლატფორმების შემთხვევაში, უნდა განათავსო, საიდან უნდა დაიწყოს ამ ასე ვთქვათ, რაკეტის სტარტი, შენ უნდა დათვლილი გქონდეს მოწინააღმდეგეს რა რეგიონებში, რა ადგილას აქვს საერთაშორისო თავდაცვა და რა სიმძლავრის, რომ შეძლო მისი გადატვირთვა და აქედან გამომდინარე უნდა დაიწყო ოპერაცია. ამას უნდა დიდი დრო. და ირანის შემთხვევაში მასიური შეტევის დაწყება საათნახევარში, ეგ იმას ნიშნავს, რომ რა ობიექტებზე უნდა მიეტანათ თავდასხმა, ეგ იყო წინასწარ შეთანხმებული. მაგის გარდა უყურე შარშან, როდესაც ისრაელმა ელვისებური დარტყმა მიაყენა ირანს, გარდა საჰაერო კომპონენტებისა ძალიან ხშირი კადრები იდებოდა უშუალოდ ირანის შიგნით ხმელეთზე მომუშავე დივერსიული ჯგუფების მოქმედებების კადრები და ეს როგორც მე გავრცელდა ინფორმაცია, ესენი ან პირდაპირ მოსადის დივერსანტები იყვნენ, ან მოსადის მიერ იქ შექმნილი რაღაც პროქსი ჯგუფები, სხვადასხვა სეპარატისტული თუ ოპოზიციური ელემენტებისგან, რომლებიც მათ შორის ამ საბოტაჟით იყვნენ დაკავებული, დივერსიებით იყვნენ დაკავებული, ამ დრონებს იყენებდნენ, გამშვებ პუნქტებს ანადგურებდნენ და აი ამ საერთო მოქმედების შედეგად
პირველი ის რომ მოულოდნელობა იყო ირანისთვის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა იქნა მაშინაც ლიკვიდირებული სანამ ირანელები აზრზე მოვიდნენ ცხადია მათ დაჭირდათ გარკვეული დრო ეხლა აი ამ დღევანდელ კონფლიქტს თუ გავითვალისწინებთ იმ კონფლიქტისგან განსხვავებული პირველი ის არის რომ რაც შენ განაცხადე რომ ანუ წინასწარ ქონდათ მათ როგორ ჩანს განსაზღვრული დარტყმის სამიზნეები აი საით უნდა გაეშვათ ეს თავისი ბალისტიკური რაკეტები და დრონები ერთი მეორე როგორ ჩანს ლიკვიდაციის მიუხედავად მათ არა მარტო ხამეინი იქნა ლიკვიდირებული მათ შორის ჩვენ ვიცით რომ უმაღლესი რანგის სამხედრო პირებიც გარდაიცვალა ამ პირველი დარტყმების შედეგად მაგრამ ამის მიუხედავად სადღაც საათ ნახევარში ირანმა დაიწყო უკვე საპასუხო საკმაოდ ორგანიზებული დარტყმების მიყენება და ეხლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი არა მარტო ისრაელის მიმართ არა თუ არა მარტო ისრაელის მიმართ ეხლა ისრაელს უფრო ნაკლები რაკეტა და დრონი ხვდება ვიდრე მაგალითად წინა კონფლიქტის დროს შარშანდელი კონფლიქტი ეხლა ძირითადად ირანელები აქცენტს აკეთებენ იმ არაბულ სახელმწიფოებზე უფრო სწორედ ამ არაბულ სახელმწიფოებში მდებარე ამერიკულ ბაზებზე და უკვე მესამე დღეა არ წყდება ეს საპასუხო დარტყმები თუ გვაქვს ამის ამსახველი კადრები მოდით ვნახოთ ესე იგი არაბულ ქვეყნებზე დარტყმების კადრებია ეს ხო, ანუ დარტყმები ხა ძალიან ბევრი ვიდეოა, დარტყმები განხორციელდა, ეგ რატოა მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ არაბულ ქვეყნებზეც მიიტანეს დარტყმები. წინა ომის სპეციფიკა იყო იმაში, რომ ისრაელის ირგვლივ ისრაელს აქვს ძლიერი საჰაერო თავდაცვა, მაგრამ მარტო ის არ მუშაობდა. ისრაელის დასაცავად კონცენტრირებული იყო რეგიონში არსებული ამერიკის სხვა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბის არის და ეს საშუალებები გადანაწილებულია მათ შორის არაბულ ქვეყნებში არსებულ ბაზებზე და როცა ირანმა საპასუხოდ თან პირველი სერიოზული დარტყმის შემდეგ მართლა ნოკდაუნში იყო წინა ომის დროს და რამდენიმე დღე პასუხი ვერ შეძლო და როცა საპასუხო დარტყმები მიმართა კონკრეტულად ისრაელზე უდიდეს ნაწილს ამ რაკეტების ისრაელი აკეთებდა. თან მცირე ტერიტორიის დაცვა, გაჯერება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით უფრო ადვილი. აი რუკა რო გამოვიტანოთ თან თვალსაჩინოებისთვის ეგ საკმაოდ მოსახერხებელი იქნება. ეხლა დარტყმები მიმდინარეობს საუდის არაბეთზე, გაერთიანებულ საამიროებზე, კუვეიტზე, ბაჰრეინზე, კატარზე, ანუ აი ომანსაც კი მოხდა, ომანში მდებარე. კვიპროსზეც კი, აი აქ ბრიტანული ბაზების შემთხვევაში მანდაც კი დაფიქსირდა დარტყმა. ისრაელი, ხო? ანუ მთელი მცირე აზიის ახლო აღმოსავლეთის რეგიონი პრინციპში გახდა ბრძოლის ველი. ხო და ბრძოლის ველი თან როგორი თემაა, ნახეთ, ახლა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა როგორ მუშაობს, მას აქვს გარკვეული რადიუსი, ხო? აი, რაღაცა პირობითად კეთილ შემთხვევაში აი 200 კილომეტრიანი რადიუსზე მუშაობს, ეს არის ძალიან მაგარი. ჰადის ყველაზე ძვირად ღირებულ, ყველაზე
ახალი ვერსიის ტექნოლოგიას. თითო გასროლა რამდენიმე მილიონი რო ჯდება. თითო გასროლა თორსები 15 მილიონი ღირს ერთი რაკეტა ამთაადის და თვითონ ეს კომპლექსი ღირს რა მილიარდები, ხო? ამ პატრიოტის რადიუსი თორსები 80 კილომეტრია, ხო? რაღაც ასეთი ძალიან დიდი რაოდენობა გჭირდება იმისთვის, რომ დიდი ტერიტორია დაფარო. ისრაელის შემთხვევაში ისრაელის დაცვა, იმიტომ რომ პატარა ტერიტორიაა და დაფარვა ბევრად ადვილია. მათ შორის დავაზუსტებ კიდე ერთი მიზეზი რატო იყო ისრაელის დაცვა უფრო ეფექტური წინა კონფლიქტის შემთხვევაში. აქ გავადიდოთ. აი აქ მდებარეობს ისრაელი, ეს არის ირანის ტერიტორია. როდესაც მიზანმიმართულად ერთი მიმართულებით ხდება სარაკეტო დარტყმები, კოლოსალური ეფექტურობა გამოიჩინეს მაშინ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კუთხით. თვითმფრინავების კომპონენტი რაც იყო, ანუ გამანადგურებლები აწიეს როგორც ამერიკელებმა, ისე ისრაელის მხარემ და ერაყის და სირიის თავზე ხდებოდა ამ რაკეტებისა და დრონების ჩამოგდება. ანუ მათ იცოდნენ, რომ ეს კონკრეტული კორიდორია, რომელშიც ყველაფერი მიფრინავს. აქ როტაციის პრინციპით ავიაგამანადგურებლები აგდებდნენ ამ რაკეტებს, დრონებს და ასე შემდეგ და ამ ერთ კორიდორში, რასაც გაატარებდა ირანი და გადაურჩებოდა ამ ესე ვთქვათ საჰაერო ბრძოლის რეჟიმში ავიაგამანადგურებლებს, მერე უკვე ამას ემატებოდა ამერიკული და ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ეშელონირებული ასე ვთქვათ საშუალებები და ბოლოს რკინის გუმბათი, რომელიც უკვე მოკლე მანძილზე მუშაობდა. ანუ ესე ვთქვათ ანალოგია გავაკეთოთ, ეს იყო მრავალშრიანი ეშელონირებული თავდაცვა, რომელიც ერთ წერტილში უნდა გაეხრიტა ირანს. ამასთან თვითონ ბალისტიკური რაკეტების გაშვება ეს ნებისმიერ წერტილიდან არ არის ეფექტური. ან ბალისტიკურ რაკეტებს აქვს თავისი მოქმედების მანძილი. და რაც უფრო შორი მოქმედების მანძილია, მით უფრო ძვირია ასეთი ვერსიის ბალისტიკური რაკეტები, მით უფრო ცოტა. ამიტომ დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები, რა ვერსიებიც აქვთ, ის იდეაში კონცენტრირებული უნდა იყოს, რაც შეიძლება ახლოს იმ ობიექტთან, რომელსაც უნდა დაარტყა. ამიტომ როცა მხოლოდ ისრაელი იყო სამიზნე, ძირითადი ვერსიების იმ ბალისტიკური რაკეტების, რომლებიც აქვს, უნდა კონცენტრირებული იყო რაღაც აი დასავლეთ ირანის ტერიტორიაზე და შესაბამისად საპასუხო აი ამ დარტყმები ისრაელის და ამერიკის მხრიდანაც მიმართული იყო ყურადღება აი ამ ლოკაციაზე, იქ თუ რამე გამოჩდებოდა ხმელეთზე, რამე ობიექტი, რომელიც სავარაუდოდ გამშვები იქნებოდა, ასე უნდა ყოფილიყო ყურადღება განადგურებული. ეხლა ფაქტიურად მთელი არაბული სივრცე არის სამიზნე, შესაბამისად ირანის რა ტერიტორიიდან ხდება გაშვება, ეხლა ეს გამშვებები თუ აქამდე თუ ჩვეულებრივ დრო სადღაც საცავებშია, წინარე მოსამზადებელ პერიოდში ირანმა იცოდა, რომ დარტყმის ქვეშ მოყვებოდა, ამიტომ გადანაწილება მოხდა ამ მარაგების მთელი ირანის ტერიტორია, ზოგი სადამალეს. შესაბამისად რთულია ამ მარაგებზე ნადირობა, ისინი გადანაწილებულია და თან საიდან რომელი ქვეყნისკენ გაუშვებენ, გაუგებარი არის და ეს გამოწვევა სერიოზულად გაართულა ამ გამოწვევამ ახლა ამერიკის ამოცანები.